რა არ მომწონს ჩემს საქმიანობაში. ოღონ გულწრფელად. არ მომწონს ის, რომ საკუთარი თავის ბატონ პატრონი და საკუთარი თავის უფროსი ვარ მე თვითონ. ეხლა რატო არ მომწონს ესეც ავხსნა ხო რაღაცნაირი არარეალურად ჟღერს ესეთი რამის განცხადება. რატო არ მომწონს გითხრათ? აი ზაფხული აიხლა განსაკუთრებით ძალიან მიჭირს მაგრად ცხელა და საქმეს რო ჩაუჯდები, ან მინდა წიგნი წავიკითხო, ან რაღაცა პოსტი გავაკეთო, ну მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს. უცებ მოდი რა თამთა ყავას ხო არ დალევ. ყავას. ეს მეორეა. ცივი. მე იქ გადმოვერთვები, ანუ თავზე მდგომი არავინ არ ამყავს რომ მიკარნახოს, რომ ეხლა შენ მაგის დრო არა გაქვს, სხვა რამე უნდა გააკეთო, საქმე. აი ეს არის ძალიან რთული. რთულია და იმიტომ არ მომწონს. ანუ ის რომ საკუთარი თავი აიძულო რომ გააკეთო საქმე არის ურთულესი დამიჯერეთ. ეს არის მთავარი სირთულე, ვფიქრობ, აი ამ საქმიანობაში, უმთავრესი, იმიტომ რომ შენ უნდა გამოხვიდე შენი კომფორტის ზონიდან და უნდა თქვა რაღაცეებზე უარი, ოღონდ ეს უნდა გააკეთო შენ თვითონ. იმიტომ რომ ამას არავინ არ გაიძულებს, ასე რომ ვთქვათ, აი, როცა ტრადიციულ სამსახურში მუშაობდი, იყვნენ იქ ადამიანები, ვინც იყვნენ პასუხისმგებლები, აი ამ საკითხზე, ასე რომ ვთქვათ, ვინც მიმითითებდა რა უნდა გამეკეთებინა, ხო? და თავისთავად, რადგან ქონდათ როგორ ვთქვა, ანუ ჩემი ზემდგომები იყვნენ და სტატუსი ქონდათ ჩემზე მეტი, უფროსი, ასე რომ ვთქვათ, თავისთავად მეც ვაკეთებდი საქმეს, ანუ განა არ გავაკეთებდი რაღაც მომენტში, მაგრამ შეიძლება რაღაცები გამეხალტურებინა, ასე რომ ვთქვათ რა, მაგრამ ამ შემთხვევაში აი აბსოლუტურად ჩემ თავზე ვარ დამოკიდებული და რთული არის საკმაოდ. აი სცადეთ აბა თუ ვინმეს გაქვთ იმის საშუალება რომ სცადოთ და აი რამდენად რთულია რომ საკუთარი თავი აიძულო რომ საქმე გააკეთოს და არა სხვა რაღაცეები, ვთქვათ გასართობი, იმიტომ რომ მე ფრის განმავლობაში სახლში ვარ და სხვა რამე ვალდებულებები იმის გარდა რომ რაღაც სახლის საქმე, ბავშვები და მეტი არაფერი ვალდებულება არ გამაჩნია, ანუ არ მუშაობ ფიზიკურად, შესაბამისად აი ურთულესი არის რომ ჩემი თავი ვაიძულო და რაღაცა იმ პატარ-პატარა სიამოვნებებზე, რომელიც არაფრის მომცემი არ არის, ვთქვა უარი და გავაკეთო საქმე ამ დროს. აი რთულია, ძალიან რთული არის მართლა, ოღონდ